რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა. ეს არის ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით თენგის გოგოტიშვილთან. და სანამ გავაგრძელებთ, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე ან TikTok-ზე. მე არ ვიცი რა არ მოგწონთ და რატომ ხართ უკმაყოფილოები. კაცმა ძლივს. მართლობის მე-13 წელს დაიწყო საარჩევნო დაპირებების შესრულება. თქვენ კიდევ მაინც არ მოგწონთ. ჯერ კიდევ 2024 წელს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ბორია ივანაშვილმა ღიად და პირდაპირ თქვა, რომ აპირებდა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას. ერთი წელი იმუშავა, იღვაწა, იფიქრა, წერა და როგორც იქნა, ახლა მიიყვანა საქმე იქამდე, რომ მართლა აპირებს ნაციონალური მოგზაურობის და როგორც ამბობენ, კიდევ 10-მდე სხვა პარტიის აკრძალვას. ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია სჭირდება პარლამენტად წოდებული მისი რაზმეულის გადაწყვეტილება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს პარლამენტი ეს რაზმეული ამ გადაწყვეტილებას არ დაახანებს და ყველაფერს აუწევს ხელს, რასაც ბორია ივანაშვილი მისცემს დასამტკიცებლად. მაგრამ რა კანონიც არ უნდა მიიღონ, რა დადგენილებაც არ უნდა მიიღონ, ეს დადგენილება აუცილებლად იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო და არა უბრალოდ კონსტიტუცია შეეწინააღმდეგება, არამედ შეეწინააღმდეგება ყველა პრინციპს, რომელზეც ეს კონსტიტუცია არის აგებული, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ დღეს ლევან ალაფიშვილთან, იურისტთან, რომელიც ამ საკითხში ჩვენზე უფრო ღრმად გაერკვა. ლევან, გამარჯობა. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. ძალიან რთული საკითხი გვაქვს დღეს, განსახილველი, მძიმე საკითხი. ერთის მხრივ პარტიების აკრძალვა და შემდეგ უკვე ამ პარტიების მომხრეების, ამ პარტიების წევრების აკრძალვა ფაქტიურად, მათთვის ყველაფერის აკრძალვა, მათთვის პერსპექტივის ჩაკეტვა. არის უფლებები, რომლებიც აღიარებულია როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო აქტებით ადამიანის უფლებების სფეროში. იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. უფლებები აღიარებულია და დაცულია. რა თქმა უნდა, ამ უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია, მაგრამ ის რომ ადამიანს უფლება არ ჰქონდეს, ან ჩამოერთვას უფლება, ამას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება და თვითონ კონსტიტუცია ისიც დროში და გარკვეული პირობების შეზღუდვით და დროით შეზღუდული წესით შეიძლება განსაზღვრავდეს. და არა ის რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დროის კონკრეტულ პერიოდში ჩათვალოს, რომ მის პოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და წარმოდგენილი ინიციატივა სხვა არაფერი არ არის, თუ არა უფლების ჩამორთმევა. ნახეთ, კონსტრუქცია ესეთია, რომ სასამართლოც კი პრაქტიკულად არ მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხების გადაწყვეტაში და კონკრეტულ პირს ან პირთა ჯგუფს, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, მიხედულებისამებრ სავარაუდოდ, ასე ვთქვათ, კანონი ჩამოართმევს ამ უფლებას. და შესაბამისად, ეს არ არის დემოკრატიული სტანდარტი, მათ შორის არც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული სტანდარტი და არც კიდე საერთაშორისო აქტებით გარანტირებული სტანდარტი. ლევან, ვის აქვს ქართული კანონმდებლობით უფლება ადამიანს აუგზავნოს პოლიტიკური მოღვაწეობა? თუ აქვს ზოგადად ვინმეს ასეთი უფლება და თუ აქვს რამდენი ხნიდან, რა პირობებით, რის სასჯელად, რა დანაშაულისთვის? მაგალითად, თვითონ კონსტიტუცია, საქართველოზე ვიმსჯელოთ, თვითონ კონსტიტუცია ამბობს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დაწესებულებების წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ პოლიტიკური პარტიების წევრობა, ეკრძალებათ, ან შეზღუდული აქვთ პოლიტიკური გაერთიანების საჯარო შეკრებებში მონაწილეობა, ხო სწორია? ნახეთ, ყურადღება მიაქციეთ, თავად კონსტიტუციამ შეზღუდა და არა სხვა ვინმე. ხო? მათ შორის არც პარლამენტს აქვს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აქვს სხვაგვარი რაიმეს დაწესების უფლება და არც სასამართლოს. კონკრეტული პირი შევიდა სამხედრო ძალებში, მას ავტომატურად ასე ვთქვათ, კონსტიტუციურად ეზღუდება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. სასამართლო შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება? არის მეორე შემთხვევა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით
შესაძლებელია რაიმე უფლება შეიზღუდოს, ხო? ყველაზე კარგი მაგალითი, რომელიც პრაქტიკულია და დღესაც მოქმედია არის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის შეზღუდვის უფლება. ოღონდ მაგალითად, თუ კი მე ჩავიდინე რაიმე თანამდებობრივი დანაშაული ან სხვა ტიპის დანაშაული, რომელიც საჯარო აქტივობასთანაა დაკავშირებული, სასამართლო თუ კი ჩათვლის, რომ მე დამნაშავე ვარ და გარდა ძირითადი სასჯელისა, მაგალითად, ლევანს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საპატიმროში მოხდით, ხო სწორია? ამის გარდა დამატებითი სასჯელიც უნდა გამოიყენოს და დამატების სასჯელად ითქვის ლევანს აეკრძალოს ან შეეზღუდოს 2 წლით ის რა ქვია თბილისის მერის ან ზესტაფონის მერის თუ სხვა ასე ვთქვათ მაგალითად მინისტრის თუ სხვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით. ოღონდ ესეც ვადიანია, ესეც სასჯელია. მიხვდით? ანუ ერთ შემთხვევაში თვითონ კონსტიტუცია უნდა ზღუდავდეს ამ უფლებას და ეს სასჯელი არ არის, მაგრამ მეორე შემთხვევაში ეს შესაძლებელია შეიზღუდოს სასამართლო კონტროლით კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული პირების ადამიანების მიმართ და თუ კი სასამართლო ჩათვლის, რომ ძირითადის გარდა სხვა დამატებითი სასჯელიც უნდა იქნეს გამოყენებული. ბოლო პერიოდში, რა ვიცი, გახმაურებული პოლიტიკოსთა მიმართ გამოტანილი განაჩენები ამის საუკეთესო მაგალითია, ხო? როდესაც მაგალითად ის რა ქვია, არ ვიცი, თბილისის მერის თანამდებობა, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალეს ოპოზიციური პარტიების გასამართლებულ წარმომადგენლებს, ხო? როგორც 2014 და აი ამ წლებში ასევე ბოლო პერიოდში, ხო სწორია, პოლიტიკოსთა მიმართ გამოტანილ განაჩენებს თუ კი ნახავთ, იქ შეხვდებით ამდაგვარ ჩანაწერს. ეს კონსტიტუციურია, რა თქმა უნდა, ოღონდ სასამართლო კონტროლით ხორციელდება. ის რაც შემოთავაზებულია, არც კონკრეტულია, არც სასამართლო კონტროლით ხორციელდება, იმიტომ რომ სასამართლო საერთოდ პრაქტიკულად გამორიცხული ამ ყველაფერსთან და გარდა მაგისა ინდივიდუალიზებული არა, ეს სასჯელია თუ რა არის, ამასაც არ ამბობენ, თუმცა სინამდვილეში ეს სასჯელია. ივანაშვილის პერიოდში ცოტა უხერხულია ჩემთვის პირადად სასამართლოს დამოუკიდებლობას საუბარი, მაგრამ თქვათ მურუსიძე ჩიტმა წაიღო, მისი კლანი ქარმა წაიღო და სასამართლო მართლა დამოუკიდებელი გახდა. ამ სასამართლოს შეიძლება მსჯელობა კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური პერსპექტივის სრულ ჩახურვაზე. საბოლოოდ. ჩავთვალოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რომელიმე პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან თეორიულად, ხო? მაგრამ ეს წევრებს რანაირად შეეხება? 2 წევრი რო წარმოვიდგინოთ, ერთი აქტიური პოლიტიკური ძალიან მშვიდობიანი და ასე შემდეგ იმ პარტიის წევრი ან აფილირებული, დაკავშირებული პირიო, ხო ამბობს? და მეორე დავუშვათ მართველი ორგანოს ანუ წარმომადგენლობაზე და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი. აი ამ უწყინარ პროფესორს. მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიის წევრია, შეიძლება სასჯელი დაედოს. ისე რომ მისი ქმედება არავის არ შეუფასებია. ვინ არის შემფასებელი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად დემოკრატიულ სახელმწიფოში? მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოა შემფასებელი. მაგალითად ლევან ალაფიშვილი თუ არის აი პატრიოტ მშრომელთა ის რა ქვია პარტიის წევრი, რომლის საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა, ლევანზე ავტომატურად ვერ გავრცელდება ეს აკრძალვა, თუ კი ლევანს არ აქვს ქმედება ჩადენილი. ეს 2x2 ნებისმიერი საჯარო სამართლის სპეციალისტისთვის. რას ნიშნავს დაკავშირებული პირი? ჩვენ ვიცით, რომ ქოცისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან და ოპოზიციასთან ყველა არის დაკავშირებული, დაწყებული deep state-ი, დამთავრებული სამოქალაქო სექტორით ან მედიით, რომელიც მათ არ მოსწონს. ჩვენ ყველას აგვგრძალავენ, ყველას გაგვაჩერებენ, ყველას გავყინავენ დროში. კანონით განსაზღვრული არის დაკავშირებული პირების კატეგორია. როგორც წესი, ეს არის სისხლის სამართლის საქმეებზე. შესაძლებელია ადმინისტრაციულზეც იყოს. ესა, მაგრამ პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიმართებაში როგორ შეიძლება გონივრული იყოს დაკავშირებული პირის ცნების შემოღება. ვერ განსაზღვრავ. საჯაროთაც ცნობილია ახლა შესაბამისად ყველა ოჯახებში ვართ, ხო? შეიძლება ერთ ოჯახში 2 სხვადასხვა ასე ვთქვათ პოლიტიკური გემოვნების ადამიანი არსებობდეს და წარმოიდგინეთ ერთთან დააკავშირო მეორე. ისე რომ მას არათუ არანაირი ბრალი ან
აქტიური მოქმედება არ აქვს განხორციელებული, რამედ წინააღმდეგობაშია მასთან. აი როგორ შეიძლება, ხო ეს ხო სამართალს გონს მიღმა უბრალოდ, ხო, თუმცა ამაზე სამწუხაროდ გვიწევს მსჯელობა. ასე რომ დაკავშირებული პირი პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ძნელია, ასე ვთქვათ, წარმოვიდგინო. შეიძლება ესეთი რაღაც დაუშვან თვითონ მართველი პოლიტიკური პარტიის წევრებმა, რომ ადამიანს, რომელსაც სახში ყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ჯერ არ არის 18 წლის და პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჯერ არ აქვს. იმ თავითვე შეზღუდული კონდეს პოლიტიკური პარტიებში გაწევრიანებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება 18 წლის გახდება თუ არა ის უფლება შეზღუდული იყოს და როგორც დაკავშირებული პირი ეს შესაძლებელია ეს მიაჩნიათ შესაძლებლად მაგალითად 10 წლის ბავშვს წინასწარ განუსაზღვროს სასჯელი რა ოჯახის წევრია მათი ლოგიკით დაკავშირებულ კატეგორიაში შეუძლიათ გაიყვანონ ხო სწორია თუ ეს არ არის სწორი მაგ შემთხვევაში გამოდის რომ ინდივიდუალიზაცია აქტუალური ყოფილა სასამართლო კონტროლი აქტუალური ყოფილა და თუ აქტუალური ყოფილა მაშინ უარს რატო ამბობენ ამაზე და ამ დილემას როგორ გადალახავენ თუ უბრალოდ ფეხებს დაიკიდებენ ჩვენ ვიზამ და მერე თქვენ რაღაც იზამთ ამ ლოგიკით იქნება როგორ თქვა კუდიანებზე ნადირობა პოლიტიკურ ოპონენტებზე ნადირობა და ამის საფუძველს ჯერ კიდე კანონპროექტია და გუშინდელი და წინა დღეების განცხადებები გვაძლევს რომ ერთ-ერთმა თქვენმა კოლეგამ ხკითხა თუ სწორად მახსოვს პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება ვცდები მაგრამ ხელმძღვანელი იყო მართველი პარტიისა როგორ მოახდეთ იდენტიფიკაციას თვითონ წევრებისასო და მით უმეტეს მასთან დაკავშირებული პირების ამ პარტიასთან დაკავშირებული პირებისასო და ჩვენ შეხედულებებს წარვადგენთ და ვის წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლო ინდივიდუალურ საქმეებს არ განიხილავს კანონპროექტში წერია რომ სასამართლო არ განიხილავს ამ ყველაფერს ესე იგი გამოდის რა რომ მართლმა პოლიტიკურმა ძალამ თვითონ მისმა წარმომადგენლებმა უნდა მოახდინონ იდენტიფიცირება ათასობით პარტიის წევრისა როგორ ანუ მკვდრადშობილია ტექნიკურადაც ვერ აღსრულდება შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს იმსჯელოს ყველა 10 თუ რამდენი პარტიაც იქნება ყველა ამ პარტიის წევრზე მათ მომხრეებზე ვინც ხმას აძლევდა ოდესმე მილიონობით ადამიანზე აქვს თუ არა ამის რესურსი შეუძლია თუ არა იმსჯელოს ამ ადამიანების დანაშაულზე იმიტომ რომ ხმა მისცეს და აუგზავნოს მათ პოლიტიკური მოღვაწეობა საკონსტიტუციო სასამართლო შეუძლია თუ არა იმსჯელოს კონსტიტუციიდან გამომდინარე კონკრეტული ადამიანების მიმართ ხო პასუხი ჩემი პოზიციით და მე მგონი არ ვარ მარტო ამაში არის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანების უფლებასთან მიმართებაში მანდატი არ აქვს რომ მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. კი ბატონო, პარტიების საქმიანობის აკრძალვასთან მიმართებაში შესაძლებელია, მაგრამ ინდივიდუალურ წევრებთან მიმართებაში მას რაიმე მანდატი არ აქვს. თუ დემოკრატიულია, მაშინ ეს დემოკრატიულობა დაადასტურონ ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნისთვის. და ვნახოთ რა სიტყვის ვენეციის კომისია ამ გვარ გადაწყვეტილებაზე. არა, ვენეციის კომისია მე მგონი უკვე გამოირიცხა, ისე ლანძღავენ ამ ბოლო დროს დაწყებული პაპუაშვილით და ქვემოთ რომ მე მგონი კი არა ზუსტად გამორიცხულია ეგ ამბავი აღარ მიმართავენ კონსტიტუციური ჩანაწერი აი ამ დაგვარი ცვლილებების შემთხვევაში ის 78 მუხლი კონსტიტუციისა აბსოლუტურად ფიქციად იქცევა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რასთან გვექნება საქმე კონსტიტუციურ გადატრიალებასთან როგორც აღნიშნე კონსტიტუცია უფლების ჩამორთმევის უფლებას არავის არ აძლევს უფლება კონსტიტუციამ მოგვანიჭა აღიარებულია უпростоრად არა მხოლოდ კონსტიტუციით შესაძლებელია მისი შეზღუდვები, ხო? ამაზე შესავალში ვისაუბრეთ. და ამის მიუხედავად ერთ მხარეს აი ამ ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში ერთ მხარეს რჩება კონსტიტუცია და კანონებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს და შეეცდება მომავალში, რომ წაგვართვას კონსტიტუციით მონიჭებელ უფლებები, ჩამოგვართვას. ლევან, სხვა გზალვებიც კიდია ჰაერში კიდე უფრო დრაკონული თუ არანაკლებ დრაკონული არ ვიცი როგორ დავახასიათო აი მომდევნო ესეთი ცვლილება რასაც ახლა საჯაროთაა და ამიტომ მაგალითადაც გამოდგება არის ფინანსურ დანაშაულებზე ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასული აკრძალვის დაწესება რომ უნდა თან მის რა ისევ სასამართლო კონტროლის გარეშე ესეც ხასუსო ანუ ანალოგი გარკვეულწილად არის და მის რა ქვია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის გარეშე უვადოთ რაც მთავარია კონსტიტუცია ამბობს რომ ეს უფლება გადაადგილების უფლება შეგიძლია შეზღუდო მაგრამ საფუძველი უნდა კონდესო სასამართლო კონტროლითო ესენი ამბობენ აი ამ მეორე ინიციატივაში არა სასამართლო საერთოდ არა არც დაგჭირდებოდა ღიად ამბობენ ამას
სასამართლო არც უნდა გჭირდებოდეს და ის რა ქვია, დროით განუსაზღვრელი უნდა იყოს. ეს სხვა არაფერია თუ არა სასჯელი. სამოქალაქო სექტორზე პროჭორვილელები ძალიან დიდი ხანია კბილებს ილესავენ და ისე აქვთ ეს კბილები გალესილი, რომ არ მგონია ახლა ეს შანსი ხელიდან გაუშვათ. კონსტიტუციით დაცული გაერთიანების უფლება შინაარსობრივად მოიცავს ორი ტიპის გაერთიანების უფლებას. პოლიტიკური გაერთიანების უფლება და არაპოლიტიკური გაერთიანების უფლება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქვია. ეს თუ პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიიღეს, მაშინ წინ რაღა დაუდგება მართლმადიდებლურ პოლიტიკურ ძალას, რომ აი ამ წევრობაზე დაფუძნებულ არაპოლიტიკურ, არასამეწარმეო, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს. ლევან, საიდან მოიტანეს ეს კანონი? სად აქვს ამ კანონს ანალოგი? ევროპაში, აზიაში, აფრიკაში ვისგან გადმოწერეს, სად ისწავლეს, რომ შეიძლება ათობით პარტიის აკრძალვა და ყველა პარტიის ყველა მომხრის აკრძალვა? რატო არ არის? ნახეთ, არის ქვეყნები, არადემოკრატიული ქვეყნები, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ არა, უბრალოდ არ არის აკრძალულია ყველაფერი და არის ერთი პარტია. არ დავასახელებ, რა მნიშვნელობა აქვს. ოღონდ ის იმათ არც აქვთ პრეტენზია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის აქვს დაგეგმილი, დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებენ და წინ მიდიან. მიხვდით? ანუ დღევანდელი მოცემულობა არის რა, რომ მართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს შეინარჩუნოს ეგრეთ წოდებული შეფუთვა დემოკრატიულობისა, რომ აი დემოკრატიული ვარ, მაგრამ რეალურად განახორციელოს არადემოკრატიული ქვეყნების, უბრალოდ გადმოიღოს არადემოკრატიული ქვეყნების მაგალითი რა. ძალიან საშიში პრეცედენტი იქნება რეალურად. საქართველოში 1991 წლის 21 აგვისტოს კონსტიტუციური წესით სხვათა შორის საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია. მიუხედავად ამისა, დღესაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს რეესტრში, საჯაროა ეს მონაცემები და მინიმუმ 3 ასეთი პარტია რეგისტრირებულია. და არათუ რეგისტრირებულია დღეს, ანუ წევრებიც ყავს, ხო, რადგან რეგისტრირებულია. ორი აქტიურიცაა თუ სწორად მახსოვს. არათუ რეგისტრირებულია, არამედ საქართველოს კომუნისტურ პარტიას არჩევნებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული აი აკრძალვის შემდგომ და უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში 3 თუ 4 დეპუტატიც ყავდა, არ მახსოვს ზუსტად, რა მნიშვნელობა აქვს ამას. მიხვდით? თუ კი ეს ეფექტური იქნებოდა და აღსრულებადი იყო, მაშინ რა უშლიდან დღეს რა უშლის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, რომ გაევრცელებინა ეს შეზღუდვა და ის რა ქვია, წასულიყო ამ გზით. რა ერთადერთი ხო, იმიტომ რომ არ იყო ეფექტური განზრახვა, როგორც ჩანს, მართველი პოლიტიკური ძალისა, არის არაიმდენად პარტიის ყველა წევრის მიმართ, ასე ვთქვათ, რაღაც ღონისძიებების გატარება, მით უმეტეს იციან, რომ ვერ შეძლებენ ამას, თვითონვე იციან, დარწმუნებული ვარ ამაში, არამედ ის ეგრეთ წოდებული, ვინც ჩანან და ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ზედა მმართველობითი თუ ლიდერები არიან, აი მათ მიმართ ანგარიშწორების, ასე ვთქვათ, განხორციელება ნაწილი გისავსებს მიღმა, მაგრამ ხვალ გამოვლენ ისინი და შესაბამისად რაღაც უნდა მოიფიქრონ, ხო, ანუ პოლიტიკური რა ქვია, ველი ასე გასუფთავდეს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მგონია უფრო და სხვა არაფერი. ლევან, არც ერთი არ ვარ ჩვენ ფიზიკოსები, მაგრამ ამდენი ფიზიკა ორივე ვიცით, რომ დახურული ქვაბი ფეთქდება. თუ პატარა სარქველი არ დაუტოვე, დუღილი აუცილებლად ააფეთქებს. იგივე ხდება ხოლმე პოლიტიკაში. მოქალაქეების გარეშე არ არსებობს სახელმწიფო და შეუძლებელია მუდმივად ასე გაგრძელება, ხალხი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ეს უნდა მოხდეს რთულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დემოკრატიის ფარგლებში და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრული უფლების ასე ვთქვათ, არ გამორიცხვით, მხედველობაში მაქვს მშვიდობიანი, ანუ ჯანყის უფლება ეგრეთ წოდებული და შესაბამისად დაბრუნების შემდგომ რა ელით? თავისივე მიღებული კანონით რომ გაასამართლონ მერე? ან რითია დაზღვეული დღევანდელი მართველი პოლიტიკური ძალა, რომ დავუშვათ ხვალ ზეგ მაზეგ, რა ვიცი, არჩევნების გზით მას არ შეცვლის სხვა მისნაირიან, ასე ვთქვათ, მის პოლიტიკურ ლიდერისთვის მისაღები ძალა. უბრალოდ ჩაანაცვლებს ესე. როგორც არჩევნები დაერქმევა, დავუშვათ 2000 ეხლა 2026-ში უწევს, ხო, თუ 2028-ში. მაგალითად აღარ მოეწონება ეს ჯგუფი, პოლიტიკური ჯგუფი
დისკრედიტირებულია და ასე შემდეგ და უბრალოდ ჩაანაცვლებს. არ გვინახავს ამდაგვარი, გვინახავს ხო სწორია. მე რა ხდება? ამაზე ხო უნდა დაფიქრდნენ. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, დიდი მადლობა ანალიზისთვის და წარმატებები თქვენ და წარუმატებლობა ქართულ ოცნებებას სამთავის ბრიყულ და დრაკონულ იდეებში. დაბრო პაჟალავაც რუსეთშიო, იტყვი თქვენ და არ იქნებით მართლები, იმიტომ რომ რუსეთში აკრძალულია ძალიან ბევრი მოძრაობა და ძალიან ბევრი ადამიანი. აკრძალულია LGBT მოძრაობა მაგალითად. აკრძალულია YouTube, აკრძალულია საზოგადოება მემორიალი, მაგრამ პოლიტიკური პარტიებიდან აკრძალულია სულ 3 თუ 4. ისიც მხოლოდ იმიტომ რომ მათ საკუთარ პროგრამაში, პროგრამულ დოკუმენტებში დაფიქსირებული ჰქონდათ შავი თეთრზე, რომ ისინი ებრძვიან რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ რუსეთმა ეს ორგანიზაცია ბუნებრივად აკრძალა. აი ბელარუსი კი წავიდა სხვა მიმართულებით. 2023 წელს ბატიამ მიიღო ახალი კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ. შესაბამისად მოითხოვა ხელახალი რეგისტრაცია პოლიტიკური პარტიებისა და მაშინ არსებული 15 პარტიიდან 2023 წელს სულ 15 პარტია იყო. იმ 15 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა სულ 4-მა. დღეს ბელარუსში არის 4 ოფიციალური პარტია და რა თქმა უნდა 4-მა მხარს უჭერს პრეზიდენტ ლუკაშენკას და მის მეშვიდე ვადას, მმართველობის მეშვიდე ვადას. ამიტომ ბელარუსული მოდელი გაცილებით უფრო ახლოს არის ივანაშვილთან ვიდრე რუსული. 82% ქართულ ოცნებას, 1 ხმა ან 2 ხმა იმ ვითომ გირჩსა ის იაგო და კიდე 1-2-3 დაბოლილი ღობეგლეჯიაშვილი ყავს. ყველა დანარჩენი პარტია კი ლელოს და გახარიას მაგალითად წიანდადება მიეცემა და შესაძლებლობა ექნებათ რომ დაამტკიცონ საკუთარი ლოიალურობა და დაპირდნენ დიდ ხაზეინს რომ გახდებიან სისტემური ოპოზიციის ნაწილი. როგორც რუსეთში სპრავედლივა ერასია რომელიმე სხვა პარტია. რომ არასოდეს არ ექნებათ პრეტენზია რეალურ კონკურენციაზე, რეალურ ძალაუფლებაზე, სამაგიეროდ ყოველთვის იქნებიან თანახმანი იმ ერთ ან ორ ადგილზე, რომელსაც მათ დიდი ბატონი ასე გადაუგდებს. თუ ამას ვერ დაამტკიცებენ, თუ ამის პირობას არ დადებენ, მაშინ მათაც ისევე აკრძალავენ, ისევე გააუქმებენ როგორც ნაციონალურ მოძრაობას და როგორც ამბობენ კიდევ 10 პარტიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბორია ივანაშვილი ზუსტად ამისკენ მიდის, იმიტომ რომ არც სინდისი დაუშლის და არც სამკუთხედი ტვინი. ეს იყო ვაშე გადაცემა, სპეციალური გამოშვებით თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваше гадательное.